Წარვოიდგინეთ სურათი. ორშაბათი დღეა. მალკი რეკავს UFC-ში. ბიჭებო, ილიას იყენებთ თეთრ სახთან ტურნირზე? პასუხი მოკლეა. არა. გადის ორი დღე, ოთხშაბათია და უცებ ტელეფონი წითლდება. ილიას შეუძლია იჩხუბოს, არჩევანი შენზეა, ან ჯასტინ გეიჯი, ან ისლამ მახაჩევიო. აბა ილია რისი ილია იქნებოდა სხვა რამე რომ ეთქვა. მენეჯერმა ეგრევე დააჯახა, ჩვენ ისლამი გვინდა. აი აქ კი იწყება ვაჭრობა, როგორც ნამდვილ ქართულ ბაზარზე, ოღონდ მილიონებზე. UFC-მ რაღაც თანხა დაასახელა, რაზეც მალკიმ უბრალოდ გაიცინა. ხომ იცით რომ მაგფასად არ გამოვაო. მერე იყო დუმილი. პარასკევს ღამეს 12-ს 1 წუთი აკლდა. მალკის ტელეფონი ლამის აფეთქდა. ჰანტერი რეკავს, გვინდა ილია მიჩხუბოს. მალკი ისევ თავისას აწვება. კეთილი, ისლამთან და აქ მოდის ყველაზე დიდი ბომბი. ისლამი ვერ ჩხუბობს, ხელი აქვს დაზიანებულიო. გესმით? სანამ ილია და მისი გუნდი ბრძოლას ითხოვდნენ, მახაჩევი უკვე ტრამვირებული იყო. მთელი ის ღამე მოლაპარაკებები გეიჯიზე წავიდა, რადგან ისლამი უბრალოდ ჰორიზონტიდან გაქრა. იცით რა არის საინტერესო? მალკი ამბობს, რომ არასოდეს უთქვამს ისლამი ვინმეს გაურბისო, მაგრამ მოდით რეალობას შევხედოთ. თუ ეს ბრძოლა ისტორიაში ყველაზე დიდია, განა ჰონორარიც ყველაზე დიდი არ უნდა იყოს? კაცი არ ითხოვს 50-დან 100 მილიონს, ითხოვს იმას, რასაც იმსახურებს და ამის მერე ვინმე იტყვის, რომ ილია გაურბის ისლამს. პირიქით, ჩვენი ბიკი მზადაა 77 კილოშიც კი ავიდეს და მესამე ქამარი წამოიღოს. თუმცა აქ ერთი უცნაურობაცაა. ილია ამბობს, რომ ბრძოლა უკვე შეთანხმებული იყო და ისლამი ანონსამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაიხსნა. მენეჯერი კი ცოტა სხვანაირად ყვება. სიმართლე სადღაც შუაშია, მაგრამ ფაქტი ერთია. ილია მზადაა, ისლამი კი, ისლამი მკურნალობს. აი ბოლოს კი გაიგებთ, რატომა ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაში, სადაც მხოლოდ ილია თამაშობს ღიად. მალე ყველაფერი ნათელი გახდება. დამიჯერეთ. მოდით გულახდილად ვილაპარაკოთ. MMA-ის სამყაროში ტრამვა ხშირად საუკეთესო თავშესაფარია, როცა ბრძოლა არ გაწყობს. ისლამ მახაჩევი და მისი გუნდი ალი აბდელ აზიზის მეთაურობით ამტკიცებენ, რომ ილიამ არარეალური თანხა მოითხოვა. მაგრამ დაუკვირდით მალკი კავას სიტყვებს. ის ამბობს, რომ მათ ისლამი უნდოდათ, მაგრამ UFC-მ უთხრა, რომ მახაჩევს ხელი აქვს გატეხილიო. აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა. თუ ისლამი მზად იყო ჩხუბისთვის და მხოლოდ ილიას ფულმა შეუშალა ხელი, რატომ ამბობს ორგანიზაცია, რომ ის ტრამვირებულია? ეს გავს სიტუაციას, როცა ქორწილში გეპატიჟებიან, შენ წასვლა არ გინდა და იძახი, ფეხი მაქვს ნაღძობიო. მერე კი Facebook-ზე პოსტავ, მე კი მოვიდოდი, მაგრამ მასპინძელმა ძვირიანი ღვინო არ დამახვედრაო. აი ზუსტად ასე იქცევა ისლამი. ილია თოფურია კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ კონტრაქტი თითქმის მზად იყო. ეს ნიშნავს, რომ ვიღაც აქ ძალიან სერიოზულად ურევს. ჩვენს მენტალიტეტში კაცის სიტყვას დიდი ფასი აქვს. ილია გამოვიდა და თქვა, მან დაიხია უკან. ისლამი კი სხვისი ხელით, ალის ტვიტერით პასუხობს. რატომ არ გამოდის ისლამი პირდაპირ ეთერში და არ ამბობს, ჯამრთელ ვარ, ფული გადაუხადეთ და ნებისმიერ დროს ვცემო. იმიტომ რომ იცის ილიასთან რინგდე შესვლა 70 კილოგრამში არის თვითმკვლელობა. ილია არ არის მოიკანო, რომელსაც 5 რაუნდი უნდა სძიო. ილია არის კაცი, რომელიც პირველივე შეხებაზე გთიშავს. ამიტომ ეს გატეხილი ხელი უფრო გატეხილ იმედებს გავს და UFC-ს კი არ აწყობს თავისი ფიფორფი მეფის ავტორიტეტის შელახვა. წარმოგიდგენიათ რა მოხდება თუ აღიარებენ, რომ ისლამს უბრალოდ შეეშინდა? მთელი მათი მარკეტინგი ჩაიფუშება. შესაბამისად, მათთვის უფრო ადვილია თქვან, რომ ფულზე ვერ შევთანხმდითო. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ილიასთვის ფული მეორე ხარისხოვანია, როცა საქმე ისტორიის წერას ეხება. ისლამი კი, ისლამი უბრალოდ დროს წელავს. ახლა გადავიდეთ ყველაზე შხამიან ნაწილზე, ალი აბდელ აზიზზე. ეს კაცი არის MMA-ის სამყაროს ნამდვილი მახინატორი. გინახავთ მისი ბოლო ფოტოები? ვიღაცამ სწორად შენიშნა Resident Evil-ის პერსონაჟის ლეონ კენედის გავსო, ოღონდ ძალიან ცუდ ვერსიაში. ალი ცდილობს ისეთი სახე მიიღოს, თითქოს ყველაფერს ის აკონტროლებდეს, მაგრამ მისი ტვიტები უფრო და უფრო სასაცილო ხდება. მარტის დასაწყისში ალი წერდა, UFC დიდ ბრძოლაზე მუშაობს, ისლამი ჩართულია, რაღაც გრანდიოზული მოდისო. და რა მოვიდა? არაფერი. დუმილის შემდეგ კი უცებ იწყებენ ილიას დადანაშაულებას. მოდეთ რიტორიკული კითხვა დავსვათ. თუ ალი ასეთი მაგარი მენეჯერია, რატომ ვერ მოახერხა თავისი ჩემპიონისთვის ყველაზე დიდი ბრძოლის ორგანიზება? პასუხი მარტივია. იმიტომ რომ თვითონაც ხვდება, ილია თოფურია არის ის ცოცხალი კოშმარი, რომელიც ისლამის მითს დაასრულებს.
საინტერესოა ფანების რეაქციაც. ზოგიერთი ამბობს, რომ ილიას გუნდი სპეციალურად ელოდა, როდის იქნებოდა ისლამი ფორმიდან ამოვარდნილი ან ტრავმირებული, რომ მერე ბრძოლა მოეთხოვა. ბიჭო, ეს რა ლოგიკაა? ილია თოფურია, კაცი, რომელმაც ვოლკანოვსკი დააძინა, ვიღაცის ტრავმას დაელოდება. ეს ხომ აბსურდია. ილია არის მებრძოლი, რომელიც სისხლის სუნს გრძნობს და პირდაპირ შეტევაზე გადადის. ალიკი ცდილობს ეს ყველაფერი ისე შეფუთოს, თითქოს ილია იყოს პატარა ბიჭი, რომელიც ბევრს ითხოვს. მაგრამ დაფიქრდით, თუ ილია ასეთი უმნიშვნელოა, რატომ ხარჯავს ისლამის მთელი გუნდი ამდენ დროს მის ლანძღვაზე? იმიტომ რომ ეშინიათ, შიშიკი MMA-ში საუკეთესო ინდიკატორია. ისინი ხედავენ, რომ საქართველოდან წამოსული ეს ძალა მთელ დივიზიონს ანგრევს და მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა იმისა, რომ ტალახი ესროლონ. ალის ქურტუკი და მისი ჭკვიანური გამომეტყველება ვერ დაფარავს იმ ფაქტს, რომ მათი გემი ნელ-ნელა იძირება. და იმივედით ყველაზე მწარე რეალობამდე. სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ ილია და ისლამი ერთ ოქტაგონზე ვნახოთ. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ილიას არ უნდა. არა ძმაო, ილია ხვალვე გავა. პრობლემა ისლამში და UFC-ს ბიზნეს გეგმებშია. ისლამი ალბათ კიდევ ერთხელ ან ორჯერ იჩხუბებს და მერე კარიერას დაასრულებს, როგორც ხაბიბ მაქნა. მას არ სჭირდება ილიასთან წაგებით თავისი მემკვიდრეობის გაფუჭება. ის ეძებს უფრო უსაფრთხო ბრძოლებს, სადაც ჭიდაობით მოიგებს და მშვიდად წავა პენსიაზე. ილია კი მისთვის არის ქაოსი. ილია არ გაძლევს საშუალებას, რომ უბრალოდ დააწვედა დრო გაიყვანო. ის გირტყავს იქ, სადაც ყველაზე მეტად გტკივა. UFC-სთვისაც ეს დიდი თავის ტკივილია. თუ ილია ისლამს მოუგებს, მათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი, დაღესტანი და მუსულმანური სამყარო შეიძლება დაკარგონ, როგორც ჩემპიონატის ეპიცენტრი. მათ ურჩევნიათ ილიამ თავის წონაში ხოცოს ხალხი, ისლამმა კი თავისაში. ეს სტატუს კვო მათთვის ფინანსურად უფრო მომგებიანია. სამწუხაროა, რომ სპორტი ხშირად ბიზნესის ჭრდილში მოექცევა ხოლმე. ჩვენ ფანებს გვინდა ვიხილოთ საუკეთესოს წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა ვნახოთ, როგორ დაამტკიცებს ილია, რომ ქართული სული და ტექნიკა ყველაფერზე მაღლა დგას. მაგრამ სანამ ისლამი და ალი იხვებენ, ჩვენ მხოლოდ ტვიტერის ომებით მოგვიწევს კმაყოფილება. პირადად მე უკვე იმ დონეზე მივედი, რომ აღარც კი მაინტერესებს შედგება თუ არა ეს ბრძოლა. იმიტომ რომ ჩემთვის ილიამ უკვე მოიგო. მან აიძულა დიდი ჩემპიონი, რომ თავი ემართლებოდა და ტრავმები მოეგონა. ეს უკვე გამარჯვებაა. თუმცა ვინ იცის, იქნებ UFC მართლა გადაწყვიტოს ბოლო მომენტში ამხელა ფულის დადება და ჩვენი მატადორი ისლამსაც ისე გამოუტანს განაჩენს, როგორც სხვებს. მოკლედ ბიჭებო, სიტუაცია ასეთია. ილია მზადაა, ისლამი იმალება, UFC კი ფულს ითვლის. თქვენ რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით მართლა ეშინია ისლამს თუ უბრალოდ ფასიდებს. მე კი მანამდე სხვა საინტერესო ამბებს მოგიმზადებთ. ახლა წარმოიდგინეთ მისი დაპირისპირება შონ სტრიკლენდთან. სტრიკლენდი ის ტიპია, წინ რომ მოგიწევს, მუდმივად გაწუხებს თავისი ჯებებით და არ გასვენებს. ამერიკელი ნამდვილი ტანკია, რომელიც ფსიქოლოგიურ წნეხს იღანებს. მაგრამ ლუკაც კი დარწმუნებულია, თუ ჩიმაევი მხოლოდ ჭიდაობაზე არ იქნება ორიენტირებული და თავის დისტანციას დაიჭერს, სტრიკლენდი ძალიან მალე დაიძინებს. მისი პროგნოზი საკმაოდ თავხედურია: ნოკაუტი პირველ 3 რაუნდში. ჩვენს გაგებაში, როცა კაცი ასეთ სიტყვას ამბობს, ის პასუხისმგებელია თავის ნათქვამზე. სტრიკლენდის გათიშვა ადვილი საქმე არ არის, კაცს რკინის ყბა აქვს, მაგრამ ჩიმაევის ეს აფეთქება ნამდვილად არის ის, რასაც შეუძლია საშუალო წონაში ყველაფერი არიოს. ეს არ იქნება უბრალოდ ჩხუბი, ეს იქნება ძალისა და დისციპლინის შეჯახება. ჩიმაევი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის მხოლოდ გრეპლერი კი არა, სრულყოფილი მკვლელია ოქტაგონზე. მაგრამ ჩიმაევი მხოლოდ ჩხუბით არ არის დაკავებული. სანამ ისლამი და ილია ერთმანეთს ტვიტერზე ეპაექრებიან, კავკასიაში ბუნებამ თავისი გაიტანა. დაღესტანში ხაბიბის მშობლიურ მხარეში მარტის ბოლოდან ისეთი წვიმები წამოვიდა, რომ აპრილის დასაწყისში ნამდვილი კატასტროფა დატრიალდა. ადიდებული მდინარეები, დანგრეული კაშხლები, უშუქობა და უწყლოობა. 4000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. და აი აქ გამოჩნდა ხამზატის სხვა მხარე. მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნეთსა და დაღესტანს შორის ისტორიულად ყოველთვის იყო გარკვეული დაძაბულობა და უთანხმოება, ჩიმაევმა დაამტკიცა, რომ კაცობა და სოლიდარობა ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა დგას. მან დაღესტანში 7 უზარმაზარი სატვირთო გაგზავნა. 100 ტონაზე მეტი პირველადი საჭიროების პროდუქტი. ქვილი, წყალი, მაკარონი, ზეთი, რძე. ეს არ არის უბრალოდ პიარი, ეს არის ნამდვილი დახმარება გაჭირვებაში მყოფი ხალხისთვის. ადგილობრივი ჩინოვნიკებიც კი გაოცებულები დარჩნენ ამ ჟესტით. ამბობენ, რომ ეს იყო ჰუმანურობის ისეთი გამოვლინება, რომელიც რეგიონებს შორის ძველ წყენას აშუშებს. ჩიმაევი ხაბიბის გუნდთან და დაღესტნელ მებრძოლებთან ერთად ცდილობს, რომ ხალხს ტვირთი შეუმსუბუქოს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ოქტაგონზე, გარეთ ეს ბიჭები მაინც ერთი სისხლისანი არიან. ჩვენთვის ქართველებთვის ეს კარგად ნაცნობი თემაა, როცა მეზობელს უჭირს, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და ხელი გაუწოდო. ხამზატმა ეს გააკეთა, მაგრამ დაუბრუნდეთ სპორტს. როგორი მოქმედებს ეს ყველაფერი მის მენტალობაზე სტრიკლენდთან ბრძოლის წინ? იქნება ეს დამატებითი мотиваცია თუ ყურადღების გაფანტვა? ამას მალე ვნახავთ. მისმინე, ახლა კი ისეთ თემაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც ბევრს კითხვის ნიშნებს გაუჩენს. ჩიმაევის ქველმოქმედება კარგია, მაგრამ რეინჯში დაბრუნება სულ სხვა რამეა. წარმოიდგინეთ ილია, კაცი, რომელიც ყველაფერს იდეალურად აკეთებს. თავის სახლში ზის, მედიას მასპინძლობს და ისეთ ინტერვიუებს არიგებს, რომ ყოველი მისი სიტყვა ცალკე სათაურია. სიმპათიურია, მილიონერია, ნიჭიერია და რაც მთავარია, ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, რაც კი ოდესმე ოქტაგონზე დამდგარა. როცა ის ჯარტინ გეიჯიზე ლაპარაკობს, ამბობს, რომ ხალხი მას აფასებს თითქოს რაღაც რიგითი მებრძოლი იყოსო. გეიჯი ლეგენდაა, მაგრამ პირველივე რაუნდში დავაძინებო, ამბობს ილია. და იცით რა? მე მისი მჯერა. მაგრამ მთავარი ნაპერწკლები მაშინ წამოვიდა, როცა ისლამ მახაჩევზე ჩამოვარდა ლაპარაკი. რამდენად ახლოს იყო ეს ბრძოლა რეალობასთან? ილია ამბობს ერთ საინტერესო რამეს. არ ვიცი, აწყობს თუ არა UFC-ს ჩვენი შეხვედრა ახლა, როცა ორივე პიკზე ვართ. ჩემი გამარჯვება ისლამზე ნიშნავს ახლო აღმოსავლეთის უდიდესი ვარსკვლავის ჩაქრობასო. აქ მინდა დავფიქრდეთ. მესმის UFC-ს ლოგიკა. მათ არ უნდათ თავიანთი ოქროს კვერცხების მდებელი ქათამი დაღუპონ. მაგრამ სპორტი ასე არ მუშაობს. სპორტში უნდა ჩხუბობდეს ნომერი პირველი ნომერ მეორესთან. რა მნიშვნელობა აქვს ვარსკვლავი ჩაქრება თუ არა? ეს არის კონტაქტური სპორტი. აქ ყოველთვის არის გამარჯვებული და დამარცხებული. 70-იან წლებში, კრივის ოქროს ხანაში, საუკეთესოები ყოველთვის ხვდებოდნენ ერთმანეთს და სწორედ ამიტომ დარჩნენ ისტორიაში. თუ ორივეს უნდა ჩხუბი, რა არის მიზეზი, რომ ეს არ მოხდეს? ილიას და ისლამის ბრძოლა იქნებოდა ყველაზე დიდი მოვლენა ხაბიბისა და კონორის შეხვედრის შემდეგ. თუ ეს ბრძოლა შედგება და ისლამი წააგებს, ეს არ წაართმევს მას იმას, რასაც მიაღწია. ის მაინც დარჩება ორგზის ჩემპიონად. იგივეა ილიას შემთხვევაშიც. მაგრამ სპორტი სასტიკია და სწორედ ამ სისასტიკეში იწერება დიდი ისტორიები. როცა არ იცი შედეგი, როცა ორივე მებრძოლი მედიურად და ტექნიკურად უმაღლეს დონეზეა, სწორედ მაშინ იბადება ლეგენდა. და აი აქ შემოდის ჭორიკნობის მომენტი. ილია ამბობს: დასაძინებლად ისე დავწექი, მეგონა ისლამთან ჩხუბობდი. დილით კი გავიღვიძე და ჩემი მეტოქე გეიჯი იყო. უცნაური ხალხია ეს დაღესტნელებიო, ამატებს ირონიით. მე ორივე მებრძოლი მესიმპათიურება, მაგრამ ილიას სტილი და პირდაპირობა უფრო ახლოსაა ჩემთან. ის ამბობს, რომ ყველაფერზე თანახმა იყო, მაგრამ ისლამმა ტრავმა მოიგონა. ისლამი კი კონტრშეტევაზე გადმოდის. დავიღალე ილიას გამოგონილი ამბებით. თეთრ სახლში ბრძოლა მივიღე, მაგრამ ილიამ ისეთი თანხა მოითხოვა, რომ UFC-მ უარი თქვაო. დააკვირდით. ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ ფაქტია, ილია ჩხუბობს თეთრ სახლთან და არა ისლამი. ჩემი ინტუიცია მეუბნება, რომ ილიამ მართლაც მოითხოვა ის, რაც ეკუთვნოდა. ისლამთან ჩხუბი ხომ ბევრად უფრო დიდი რისკია და ბევრად უფრო მოვლენა, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან. რატომ არ უნდა მოეთხოვა მედი? თავარი კითხვა აქვს სხვა. რატომ ვერ ახერხებს UFC ამხელა ბრძოლების ორგანიზებას? რატომ გვეპარება ხელიდან ისეთი შანსები, რომლებიც სპორტს ახალ საფეხურზე აიყვანს? სულ ერთია, რამდენს ითხოვდა ილია. თუ ის ითხოვს 10, 12, ან თუნდაც 15 მილიონს, მიეცით. ეს ბრძოლა ათმაგად დაუბრუნებს ორგანიზაციას ამ ფულს. ეს არის თაობათა ბრძოლა, რომელიც ყოველდღე არ ხდება. თუ ჯონ ჯონსს თავაზობდნენ 30 მილიონს პერეირასთან ცხუბისთვის, ილიას ატომ არ უნდა გადაუხადონ თავისი წილი. ილია არ ითხოვს იმაზე მეც, რასაც ეს ბრძოლა იმსახურებს. ჩემი კრიტიკა აქ არა მებრძოების, არამედ ორგანიზაციის მიმართაა. ნუ ეძებთ მიზეზებს, ილიას ფული ეცოტავა თუ ისლამს ხელის ტკიოდა. გადაუხადეთ ხალხს ის, რაც ეკუთვნით და მოგვეცით ის ბრძოლა, რომელიც ყველას გვინდა. სასაცილოა, როცა ამბობენ, რომ ილიას შეეშინდა და ამიტომ მოითხოვა ბევრი ფული. ბიჭო, კაცი გეუბნება, მოვდივარ, რომ ისლამი მისსავე წონაში დავაძინოო და ამას შიში იქვია? ეს არის ბიზნეს ლოგიკა. თუ ყველაზე დიდ რისკზე მიდიხარ, ყველაზე დიდი ანაზღაურებაც უნდა მიიღო. UFC-ს კი ფული ნამდვილად აქვს. უბრალოდ ხანდახან გონია, რომ მათ ურჩევნიათ საშუალო დონის ჩხუბებით აკეთებონ ფული, ვიდრე ერთი გრანდიოზულით გარისკონ. და ფიქრდით ისლამზეც. მას ალბათ აწყობს, რომ ეს ბრძოლა არ შედგეს. რატომ? იმიტომ, რომ ილია თოფურია არის ყველაფერი ის, რაც ისლამს არ უყვარს. ილია არ არის ვოლკანოვსკი, რომელსაც ჭიდაობით დაღლი. ილია არის ახალგაზრდა, მშიერი და ტექნიკურად ისეთი გამართულია, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია შუქი ჩაგიხროს.
ისლამისთვის ეს ძალიან დიდი საფრთხეა მისი მემკვიდრეობისთვის. თუ ისლამი წავა პენსიაზე ისე რომ ილიასთან არ იჩხუბებს, ყოველთვის დარჩება კითხვის ნიშანი. რა მოხდებოდა მატადორს რომ შეხვედროდა? ჩვენს მენტალიტეტში კი კითხვის ნიშნები არ გვიყვარს. ჩვენ გვიყვარს გარკვეული პასუხები. ილია ამ პასუხს ოქტაგონზე იძლევა. ისლამი კი ტვიტერზე. ეს არის განსხვავება. მე პირადად უფრო მეტად მაინტერესებს ილია vs ისლამი, ვიდრე ჯონ ჯონსი vs პერეირა. იმიტომ რომ აქ რეალური, ცოცხალი დაპირისპირებაა. ისლამი ამბობს, რომ ილიამ დაიცია უკანო, მაგრამ მოდით რეალურად შევხედოთ. ვინ უფრო მეტად ლაპარაკობს ბრძოლაზე? ილია. ვინ იწვევს ყველას? ილია. ვინ ამბობს, რომ წონას მნიშვნელობა არ აქვსო? ილია. როცა კაცი ასე იქცევა, მას უკან დახევას ვერ დააბრალებ. ეს არის მებრძოლის სული, რომელიც ჩვენს სისხლშია. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ერთ დიდ სპექტაკლს ჰგავს, სადაც UFC რეჟისორია. მათ იციან, რომ ეს ბრძოლა ნებისმიერ დროს გაიყიდება, ამიტომაც არ ჩქარობენ. მაგრამ ჩვენ, ფანებს, მოთმინების ფიალა გვევსება. ჩვენ გვინდა ვნახოთ, როგორ დაამტკიცებს ილია, რომ ის მართლაც საუკეთესოა P4P რეიტინგში. ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში მაინც ვიხილავთ ამ ორ გიგანტს ერთმანეთის პირისპირ. ეს იქნება ბრძოლა, რომელიც წლების განმავლობაში ემახსოვრებათ. და როცა ეს მოხდება, დარწმუნებული ვარ, ილია თოფურია ისევ ისე გაგვაოცებს, როგორც ვოლკანოვსკისთან ბრძოლის დროს. ის არ არის უბრალოდ მებრძოლი. ის არის სიმბოლო იმისა, რომ შრომით და თავდაჯერებულობით ყველაფერი მიიღწევა. ამჯერად აქ დავასრულებ, ჩემო ძმებო. იმედია ეს გარჩევა მოგეწონათ. ილია vs ისლამი. ეს არის ის, რისთვისაც ვიცხოვრებთ ამ სპორტში. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით, ვინ ატყუებს ხალხს და ვინ ნამდვილად იხევს უკან. მე კი შემდეგ გენერაციულ ვიდეომდე გემშვიდობებით. აბა თქვენ იცით.